შემოგვერდდა დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე. დილომშვიდობისა მამა ირაკლი. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენს მაყურებლებს. დიდი მადლობა. ისაია წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველება წყლულებითა მისითა ჩვენ განვიკურნებით. სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. ვიდრე გადავალთ ამ სიტყვების განმარტებაზე თუ რას ნიშნავს და დეტალურად განვიხილავდეთ ამ სიტყვების მნიშვნელობას და არსს, განვიხილოთ და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს გავიხსენებთ, ვინ იყო ისაია წინასწარმეტყველი. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი, მოკლედ რომ გადმოვცეთ, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი, რომელსაც ეკლესია უწოდებს ძველი აღთქმის მახარებელს. ანუ იმდენად რეალურად აღწერილი მაცხოვრის ჯერ განკაცების საიდუმლო, რომ ღმერთი უნდა განკაცებულიყო, ყველაზე დიდი სასწაული რაც ამ სამყაროში მოხდებოდა, რომ ღმერთი განკაცდებოდა, რომ ის ქალწულისაგან იშვებოდა და ყველაზე ძვირფასი კიდე სიტყვები აი ეს რაც მის ჯვარცმას უკავშირდება მის მაცხოვრის გამოსყიდველ მსხვერპლს, იმიტომ რომ კაცობრიობა ელის მხსნელს და ვინ იქნებოდა ეს მსხვერპლი გამოსყიდველი და რა ფასად ახსრულებოდა ადამიანთა გამოსყიდვა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და 53 თავი არის ისაია წინასწარმეტყველისა, სადაც აი მაცხოვარი არის როგორც იგაურად შედარებული როგორც ცხარს, რომელიც არის გამოზადებული და რომ უნდა დაიკლას ადამიანთა ცოდვა და გამოსასყიდვა. საერთოდ აი მაცხოვრის ხსნელ ღვაწლზე რო საუბრობენ, ეკლესიის მამები და წმინდა წერილი ყოველთვის ცდილობს, რომ შეგვიქმნას რაღაც იგავური სახე, რომლითაც მეტნაკლებად შეიძლება ჩავწდეთ აი ამ მსხვერპლის მნიშვნელობას. ახმადი რო იყოს, თქვა, ეს არის თქვა ქრისტე როგორც ცხარი, რომელიც დასაკვირვებლად არის, ქრისტე როგორც მღვდელმთავარი, ქრისტე როგორც ღმრთის სიბრძნე და ძალიან ბევრი თქვა ქრისტე როგორც მკურნალი. აი ეს რომ აი ამ სიტყვებით ეკლესია და წმინდა წერილი ცდილობს, რომ აი თითოეულ სახეზე, თითოეულ ესე იგი თქვა საშუალებაზე, ან თქვა მომენტზე, თქვა რით როგორ მოხდა ჩვენი გამოსყიდვა, თქვა და ან სიკეთე რაც ამ გამოსყიდვით მივიღეთ, ხო, ამაზე უნდა იყოს გამახვილებული. სანამ ამ თემაზე დავიწყოთ საუბარს, რატო შევარჩიეთ ახლა რატო იყო რომ დიდი მარხვა არის და დიდ მარხვაში ადამიანები თქვა ორიენტირებულები არიან, თქვა ესე იგი ღვაწლი აიღონ, განიწმინდონ, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი მიზანი გააჩნია. ეს არ არის ჩვენ უბრალოდ ეხა მარხვა არის და საუკეთესო საშუალება მოგეცა თქვა წონაში კორექტირება მოხდეს. ანუ ჩვენი თავარი ყურად საღები და ყურადღება მისაქცევი არის თავად ქრისტე. იმიტომ რომ მისით მოგვეცა ჩვენ ეს კურნება და აი ამ რა ფასად მოხდა ეს კურნება, ეს თუ ადამიანმა გონებაში არ აღიქვა და არ ჩაიდო გონებაში, მთელი მისი ცხოვრება მე მიედინება ეს ზედაპირულად, უმადლოდ, მადლიერების გრძნობის გარეშე. და სანამ ამ თემასთან დავიწყებდით საუბარს, ერთი ბავშვობით ჩემი პატარა ეს მინდა გავიხსენო ფრაგმენტი, რომ ცხოვრებისეული, რომ ეს სადღაც 4 წლის ვიყავი და ბაღში დავდიოდი. და გაზაფხული მოვიდა და ეხლა როგორც წესი იყო ლუამარს ყოველთვის მასწავლებლისთვის ყოჩი ვარდები უნდა მიგვერთმია და მახსოვს რომ მამა ფეხმტკივნეული იყო, ავარიაში იყო მონახოდრი და ძალიან ტკიოდა ფეხი და დედამ უთხრა დილას რომ ყვავილები ჭირდებათ, რომ ბაღში უნდა მიიტანონ და ესე იგი ეს წავიდა მამა იყიდა ეს ყოჩი ვარდები მოიტანა რომ ბაღში მიმეტანა და მივედით ამ ბაღში და მასწავლებელმა ერთ-ერთი ეს ყველა მირთმეული ეს კონა პატარა ყორჩი ვარდებისა კარადის თავზე შემოვაწყო და მახსოვს შავდღე მოვიდა და მასწავლებლის შვილი ეწვია მასწავლებელს ამ ბაღში და ჩამოიღო რომელიღაცა კონა, რატოღაც ჩავთვალე ჩემი მიტანილი კონა იყო და ამბობს რომ თუ რა უსუნო ყვავილი არისო და არ დამავიწყდება ის შინაგანი ტკივილი, რაც აი ამ ბავშვის ამგვარმა დამოკიდებულმა ჩემ გულში გამოიწვია, იმიტომ რომ იმ ერთ კონაში ყველაფერი გამახსენდა მამისის ტკივილი, როგორი ტკივილი ჩავიდა ეს და იმისთვის უფასო შევდის ქონდა ძალიან ძალიან ძვირფასი ფასი, ძალიან დიდი ფასი ქონდა. და ეხლა რატო ყვები ამას, რომ
აი არიან ადამიანები, ვინც ისე ზედაპირულად უყურებენ აი ამ ყველაფერს, აი მაცხოვრისგან გაკეთებულ ამ სასწაულს, რომ აი გული მოგიკოდება და ამ დროს აი ფასი რა ფასი არის, აი ჩვენს თავისუფლებაში, ჩვენს სიცოცხლეში გადახდელი, ას ყოველთვის უნდა ახსოვდეს ქრისტიანს და ამოვიწერე ეს სიტყვები ისე წინასწარმეტყველისა, მე მინდა რომ ეს ისეთი სიტყვები არის, რომ ქრისტიანმა ყოველთვის აი გონებაში უნდა ატაროს, რომ როგორი არის და როგორ დაინახა ისაია წინასწარმეტყველმა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ მაცხოვრის ეს ტკივნეული სახე ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენელი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან არც ღირსება ქონია და არც მშვენება რომ ზეც შეგვეხედა არც იერი რომ მივეზიდეთ საძულველი იყო კაცთაგან ათვალწულებული გატანჯული და სნება მორეული ერთ იმადგანი ვისაც პირს არიდებენ საძულველი იყო და არად ვაგდებდით ნამდვილად კი მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი ჩვენ კი გვეგონა ღვთისაგან იყო ნაცებ ნაგვები და დამცირებული მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისათვის იყო დაჭრილი ჩვენი უკეთურებებისათვის დალეწილი მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმართლისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნელით ეს არის პირველი 5 მუხლი ამ 53 თავისა და აი ეს სახე რომ თავიდან ფეხებამდე არაფერი არ ყოფილა მასში მთელი და ისე წინასწარმეტყველის გადანახული ჩვენ მას პირს ვარიდებდით იმიტომ რომ გვეგონა რომ ის ღვთისაგან იყო დასჯილი და რეალურად მან ჩვენი სნეულებები იტვირთა ჩვენი სოლებისათვის დაისაჯა და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნელით ეხლა ძალიან საინტერესო და ესე საგულისხმო სიტყვები არის რომ ერთი ის რომ ესე იგი ამ სიტყვებში კარგად ჩანს არა მარტო ებრაელთა მაშინდელი თქვა და იუდეველთა დამოკიდებულება ღმერთი მაცხოვრისადმი, არამედ ზოგადად მთელი კაცობრიობის დამოკიდებულება, რომ ადამიანი ცხოვრების ხშირ მომენტებში ღმერთ პირს არიდებს. ანუ ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, თქვა და რამდენი სიტუაცია, თქვა ადამიანს სჭირდება ღმერთთან ურთიერთ რაღაც ღმერთი დაჭირდება, ეძახის უფალო დამეხმარე, უფალო შემეწიე და აღარ ჭირდება და ეხლა ნუღა შემაწუხებ. თქვათ, იყავი შენ და როცა მე დამჭირდება, მაშინ კვლავ დაგიზახებ. ეს არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება. ან დროს ღმერთის დამოკიდებულება ჩვენი როგორი არის, რომ ის მოდის, რომ ჩვენი ტკივილები იტვირთოს, რომ ადამიანს რომელსაც არ შეუძლია საკუთარი ძალებით გამოსყიდვა, ღმერთი მოდის და ტვირთულოს აი ამ ჩვენ სატკივილს. მეორე კიდე აი ამ სიტყვებში ჩანს ერთი საოცარი მომენტი, რომ ყველა ადამიანი ჭირავს საჭიროებს კურნებას და რა კურნებაზე არის ლაპარაკი აქ მე აქ არ არის მარტო ფიზიკურ სნეულებებზე იმიტომ რომ ფიზიკური სნეულებებისათვის განკურნებისათვის თქვა დამხელდა მსხვერპლი არ იქნებოდა საჭირო იმიტომ რომ ღმერთს შეუძლია თქვა ადამიანის ფიზიკური სნეულება ერთი სიტყვით განკურნოს და უამრავი მაგალითი არის წმინდა წერილში მაგალითად როდესაც აი მაგალითად ჩამოდის ნეემან ასური ელისე წინასწარმეტყველთან და როდესაც კეთრით არის ის დაფარული და ელისე წინასწარმეტყველი ეუბნება რომ წადი და დინარი იორდანეში განიბანდი და ნემანი უნდა რით ჯობია დინარი იორდანე თქვა ჩვენს წყლებს ჩვენთან უამრავი დინარი არის და ეუბნება მის მსახური წადი და ნახე ამ ხელა გზა გამოგვიდე და მომენტულად განიკურნება ამ სნეულებისაგან უამრავი მაგალითი არის თქვით რომ წმინდა წერილში როდესაც მაცხოვრი მოდის უკვე და გახსოვთ თქვენ დინარი მოდის აი სასწაულების კურნებების დინება მოდის და სადაც კი გაიგებდნენ რომ მაცხოვრი შევიდა ყველგან მის გარშემო ხალხი იკრებოდა თუნდაც აი დღეს ამ კვირას საკითხული სახარების ეს ეპიზოდი როდესაც განღულოს მიიყვანენ მაცხოვართან და სახლის სახურავს ახდიან რომ იქიდან ჩაეშვათ ანუ სხვა აქ ლაპარაკი არის რაღაც ისეთ კურნებაზე რომელიც საჭიროებდა აი ამ ღვთაებრივ ჩარევას და რა კურნებაზე არის თქვა რა სნეულებაზე არის საუბარი და რა კურნებაზე არის საუბარი ამიტომ ამას თუ ხაზი არ გაესვა მე ადამიანის თქვა რაღაცნაირად ეს ზედაპირულია როგორც ეხლა გითხარი და ამასთან დაკავშირებით არის ეს ამ სნეულებაზე ლაპარაკობს იერემია წინასწარმეტყველი რომ თავის ესე იგი მეორე თავში ნახეთ ესეთ რაღაცას ამ თუ მესამე თავში რომ ხმა ისმის შიშულ გორაკებზე ისრაელთა საწყალობელი მოთქმა რადგან გაიმრუდეს გზა და დაივიწყეს უფალი
თავიანთი ღმერთი. მოიქეცით ჩემკენ გაქცეულო შვილებო, მე გავკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, მოვოდით შენთან, რადგან შენ უფალი ხარ ჩვენი ღმერთი. ნახეთ როგორ საოცარ რაღაცას ამბობს, მე გავკურნავ თქვენს განდგომილებას. ანუ განდგომილება ეს ის ტკივილი იყო ადამიანკაცობრიობას, რომელიც მან იწუნია ღვთისმცნების დარღვევით. და ეს განდგომილება ვლინდებოდა ყველა ნიუანსში, თქვათ, ადამიანს ხშირად უნდა რომ ვის უხარია წამცხოვრებაში, თქვათ, უბედური ცხოვრება, ხო? ამ დროს ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ცოდვის, ნებისმიერი უჩობის საზღაური არის სიკვდილი. ღვთისაგან განდგომილების განშორების ტკივილი. მაგალითად, რასაც ჩვენ დღეს დეპრესიას უწოდებთ და აი შინაგან ტკივილს, აი უღმერთობისას ფიზიკურად გამოხატული დეპრესია, მაგრამ რეალურად სულიერი ტკივილი არის, ხო ეს? ეს აღწერილი არის წმინდა წერილში. მაგალითად, როდესაც საულს საღვთო სული განეშორება და საულმა ეს არის დავითის წინამორბედი მეფე, კონკრეტული ცოდვის გამო, რომ მან ესე იგი მოინდომა, რომ ის პრეროგატივა მიიღო, რაც მას არ ეკუთვნოდა, თქვა, მღვდელმთავრისა. სხვების შემწირველისა. უნდა მივისულიყო მასთან სამუელ წინასწარმეტყველს და სამუელ წინასწარმეტყველს დათმულ დღეს უნდა აღესრულებინა მსხვერპლ შეწირვა და საული ფიქრობს, რომ მეფე წინასწარმეტყველი აგვიანებს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ თვითონვე შეეწირა. ანუ სამღვდელო მსახურება თვითონ მიისაკუთრა. და როდესაც სამუელ წინასწარმეტყველი მოდის, ძალიან მკაცრად დაამხელს და ეუბნება, რომ ღმერთი განეშორა, განგეშორება შენი ამგვარი საქციელის გამო და მართლაც ამის შემდეგ აღწერილი არის საულ მეფის ეს შინაგანი მდგომარეობა, როდესაც მასთან აი საღვთო სული განშორებულია და ბოროტი სული როგორ ტანჯავს მას. ერთადერთი საშუალება, რითაც ის დროებით სიკეთეს, ასე ვთქვათ, მოსვენებას ღებულობდა, ეს იყო, როდესაც დავით ფსალმუნე მიდიოდა მასთან, ფსალმუნის ამ საგალობლებს დაუკრავდა, ფსალმუნს დაუკრავდა, მასზე საღვთო ხინოს დაამღერებდა და აი ამ დროს მას ბოროტი სული განეშორებოდა. ანუ ღვთისაგან განდგომილების ტკივილი არის ყველაზე დიდი ტკივილი, რაც კაცობრიობა მიწვია თავისი დაცემის შედეგად. ანუ იგივე უმადურება და არამადლიერება ალბათ შეიძლება ხმრავაიგივოთ ამ სიტყვებში. ყველაფერი ჩანს ამაში, იმიტომ რომ ბოროტმა რა გააკეთა, ადამიანს დაანახა ღმერთი როგორც მოძალადე, როგორც ადამიანისათვის არაკეთილმსურველი, მატყუარა, იმიტომ რომ როდესაც ბოროტი ესაუბრება, რომ მართლა აგიკრძალა ღმერთმა ამ ხის ნაყოფის ჭამა. ეუბნება, რომ არა მარტო აგვიკრძალა ჭამა, არამედ შეხებაც კი აგვიკრძალა. და იმიტომ რომ გითხარ, როგორც კი ამ ნაყოფს შევჭავდით, სიკვდილით მოკვდებოდით და პირველ ასე უდება, ნახეთ ბოროტი, არ მოკვდებით თქვენ. ანუ ეს როგორი საოცარი მომენტი არის, რომ ეს ჩვენს დღევანდელ კაცობრიობის ჩვენი ცხოვრებაში რო გადმოვიტანოთ, რომ ეკლესია ხადაგებს, რომ ცოდვის საზღაური არის სიკვდილი. ადამიანი თქვათ დაიჭებოდა, რამდენი ადამიანი დღეს მოტყუებული კაცი, რომ თქვათ ცოდვა დღეს ლეკავს ადამიანს, კაცობრიობას და ადამიანები რითი ინუგაშები თავს. აი ხო სოდავს ის და რაღაცა დამშის ღმერთი. იმას ის არ დაჭირდა და ამ დროს ჩვენ როგორ ავთ, რომ ადამიანების აი მოკლე რაღაცა ძალიან მოკლე ეპიზოდს ხედავთ ადამიანების ცხოვრებისა. ჩვენ მისი არც წინა პერიოდი არ ვიცით. თქვათ ვიღაცას გადავიკვეთეთ სადღაც ცხოვრებაში. არც მომდენო პერიოდი არ ვიცით რა იქნება და ამ დროს პირდაპირ წერია სიკვდილით ცოდულთა დავით მესალმონის სიტყვა არის სიკვდილით ცოდულთა ბოროტარს. მოკლედ აი პირველი ესე იგი კურნება რით რაც მაცხოვრმა ყველა ჩვენგანს მოუტანა თავისი აი ამ ტკივილებით. ეს იყო აი ეს ღვთისაგან განდგომილების ტკივილი, რომ აი ესე იგი ადამიანმა დაკარგა დავიხეტებოდით როგორც პეტემოციკულს უწერია, დავიხეტებოდით როგორც გზაბნეული ცხოვრები და ეხლა ჩვენ მაცხოვრო მიგვარა კვლავ მამასთან და საოცარი რამ არის ეს, რომ აი სიტყვა ღვთისშვილობა ადამიანი საკუთარ თავში ატარებს აი ამ ძვირფას განცდას, რომ ის ღვთის შვილია და არ მარტო გვატარებთ, მოგცა მაცხოვრმა ამის რეალური განცდა და მოგცა საოცარი ლოცვა მამა უჩვენო, რომ ჩვენ ზეციერ მამას ყველა ლოცვაში ვეძახით მამას. ეხლა უბრალოდ რომ გავიაზრებთ ამას, რომ აი ამ სამყაროს შემოქმედ ღმერთს ჩვენ ვეძახით მამას.
და ეხლა მამასთან ჩვენი ვისაც ნორმალური ურთიერთობა გქონია და გვაქვს მშობელთან ვიცით რომ როგორი ძლიერი საყრდენია თქვა მშობლის გარშემო ცხოვრება, როდესაც როგორი თქვა უზრუნველი ხარ მასთან მე ჯანსაღ ურთიერთობას საუბრობ და როგორი თქვა იცი რომ რაც არ უნდა გაგიჭირდეს მშობელი გოზურგს არასდროს არ გაქცევს ხო და მით უმეტეს აი ღმერთი და საოცარი სიტყვები აქვს მე მარტო მოტანილ მაცხოვს რომ როდესაც ლოცვაზე მიდგება რომ რომელი თქვენგანი არის რომ შვილი მამას პულს ხოვდეს და ქვამისესო ან თქვა თევზს ხოვდეს და გველი მისესო და თუ თქვენ უკეთურება იცით რომ კარგი მისაცემელი უნდა მისცეთ საკუთარ შვილს მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა რამდენად უფრო მეტად კეთილს აძლევს ანუ ესე იგი ეს ღვთისაგან განდგომილების ტკივილი აღმოფხვრა მაცხოვრმა მაგრამ საოცარი ეს არის რომ რატო გახდა საჭირო ამ ხელა მსხვერპლი აი რატო იყო აუცილებელი იმიტომ რომ ხო შეიძლება თქვა ღმერთ სიტყვაზე ერთი სიტყვით ეთქვა რომ თქვა ადამიანი თქვა კვლავ განიკურნა ადამიანი თქვა აი მოდი კვლავ სამოთხეში დაბრუნდეს ადამიანი მაგრამ თუ შინაგანი ძირეული გარდაქმნა არ მოხდებოდა ადამიანის მაშინ ფიზიკურად შეუძლებელი გახდებოდა აი წარმოდეთ თქვა ადამიანი ბოროტ მოქმედი ადამიანი თქვა ბოროტი აზროვნების ბოროტი თქვა ფიქრების მქონე ადამიანი თქვა კეთილი ადამიანების წრეში რომ ჩასვა ფიზიკურად ვერ გასდევს მას, იმიტომ რომ ის მისი გონება მიდრეკილი არის ცუდის კეთებისაკენ და ფიზიკურად არ შეუძლია მას რომ კეთილის მქონე ადამიანებში, ისე როგორ თქვა, უწესწესიერი ადამიანი თქვა უწესო ადამიანებში ვერ გასდევს, ხო? და აი ადამიანის თუ შინაგანი გარდაქმნა არ მოხდებოდა, ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა კვლავ სამოთხეში დაბრუნება. ესე წერია დაბადების წიგნში, რომ როდესაც ადამი უკვე საკუთარ მოდგმას ამრავლებს ადამიანის შვილები იქნებიან მის ხატად დამსგავსად, ანუ დაცემული უკვე ყველა მოდგმაში უკვე ადამიანის დაცემულება მოდის და საჭირო გახდა ახალი ფესვის გამოჩენა, რომელზეც ადამიანი დაიმყნობოდა, რომ აი ამ ფესვიდან საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი თქვა ეს საზრდო მიიღო. ეს ფესვი არის ჩვენის ქრისტე. თუ კი ადამიანის მოდგმა, ცოდვის მქმნელი ადამიანები ამრავლა, ახალი ადამი მოდის ქრისტე, რომელზეც ვარ ჩვენ დაყრდნობილი და ქრისტეს ქრისტიანები, ანუ ქრისტეს მოდგმისანი ვართ. თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩნდება ხოლმე მამა ირაკლი გითხრა რომ ხომ შეძლო უფალს ისედაც რომ თუნდაც იგივე ერთი სიტყვით ყველაფერი დაელაგებინა ისე როგორც საჭირო იყო და არა ის რომ თვითონ შეეწირა თავი ჩვენთვის რატომ მოხდა ასე ხშირად ის ხო აი ნახეთ ამ სიტყვასაც ამაზეც გავუცეთ პასუხი რომ ჯერ ესე იგი თქვა ცნეულ ადამიანს რომ ისე ცნობა რომ ჯანმრთელი არის ის მისი ეს ცნობა ფურცელი რომ თქვა ის კარგად არის ხო ის არაფერს არ შეცვლის ან თქვა უბრალოდ ადამიანს რომელსაც გააჩენია მაგალითად ჯვარი გვეწროს ყოველას თქვა კუჭის სიმსივნე სიტყვაზე და ეს კუჭის სიმსივნე ადამიანის კუჭის არეში ტკივილებს იწვევს სიტყვაზე და მოდის ვიღაცა ვინც მე მაცდევს ამ გამაყუჩებელს და თქვა ტკივილი აღარ მაწუხებს მაგრამ ის შინაგანი დაავადება კვლავ პროგრესირებს ესე იგი მარტო ესეთი გარეგნულად რაღაცის შეცვლა ფიზიკურად შეუძლებელი ზედაპირული შეუძლებელი იქნებოდა საჭირო იყო ეს ესე იგი გარდაქმნა. ბევრი რაღაცა არის, წეგალობით გითხარით, ანუ მაცხოვარი როგორც ცხვარი დასაკულად მიყვანილი და საოცარ რაღაცა სამოს გრიგოლ ღვთისმეტყველი რომ ვის მიმართ შეიწირა ეს მსხვერპლი. ბოროტის მიმართ და ეს როგორი დამამცირებელი არის თქვა ავაზაკისათვის ღმერთს თავის ჩაიგდო სიტყვას ხო ან ღმერთისათვის შეიწირა ეს მსხვერპლი და ღმერთს რაში ჭირდებოდა ეს მსხვერპლი როდესაც აბრაამს ეუბნება რომ ნუ შემომწირავ შენს შვილს და აგერ ცხვარი და ეს ცხვარი შემომწირე მაგრამ აი საოცარი სიტყვა არის ივანე მახარი როდესაც მაცხოვარი შენ მიდის და თავს მოუდრიქს ივანე ნათლისმცემელს და ნათლისმცემელი ეუბნება რომ მე მჭირდება შენგან ნათლისმცემელი შენ ჩვენთან მოხდა და საოცარ ფრაზას ამას მაცხოვარი რომ აცადე რადგანაც ესეც ჩვენის აღსრულებად ყოველი სიმართლე აი ამ სამართლიანობისათვის ანუ საფრთხო განგება ადამიანთა აღშენებლობისათვის ღმერთი მოდის და მაინც მსხვერპლს წილავთ ანუ კი ზეციერი მამისადმი არის მამას არ ჭირდება მაგრამ ჩვენი ცხოვნებისათვის არის საჭირო ეს მსხვერპლი რომ მოხდეს ესე იგი გამოსყიდვაც კურნებაც შერიგებაც არის ესეთი სიტყვა ღვთისმეტყველებაში საფრთხო სამართლიანობის დაკმაყოფილებაც თუმცა ესოდა ისეთი არის რომ მაინც ღმერთს წარმოგვიდგეს რაღაცა მოძალადე მამად მაგრამ
არსებობს ეს ტერმინიც, რომ საღვთო სამართლიანობა, ანუ ღმერთმა გამოსა ბრძანება, ამ ბრძანებას ადამიანი გადავიდა და საჭირო გახდა რომ ღმერთიც ესე იგი მაგალითად მეფემ გამოსა ბრძანება რომ ვინც ამ სამეფოში ესე იგი რაღაცას დააშავებს, თქვა იქურდებს ორივე თვალს ამოუთხრის სიტუაციას. ბრძანება გამოცემულია და ამ დროს მოდის მასთან და ეუბნებიან რომ საკუთარმა შვილმა დააშავა ეს შენი ეს ბრძანება. ანუ შენგან გაცემული ეს კანონი და ეხა სამართლიანობა მოითხოვს რომ უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ მეფე თუ ვინმეს მიმართ უსამართლო არის, მაშინ თელ სამყაროში სამეფოში უსამართლობა გავრცელდება, ხო? საკუთარ შვილს თუ რაღაცა აპატია. და ამიტომ თან მეორე მომენტი გულმოწყალება, რომ რას ქვია, ხა შვილს თვალი დავთავრო და ამიტომ ეს საღვთო სამართლიანობაც რომ დაკმაყოფილდესო, სამეფო სამართლიანობა ერთი ხადაგებელი ამას მეფე ესე გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ მოდი ერთ თვალს მე ამოვიღებ, რომ ერთ თვალს ჩემ შვილს ამოვიღებ, რომ ამით საღვთო სამართლიანობა დაკმაყოფილდეს. ანუ ამას აკეთებს ღმერთი, რომ აი ამ პრობლემის მოსაგვარებლად თვითონ მოდის. კარგად რომ გააზრებინოს ერთი ხადაგებელი ამასაც ამბობს, რომ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი რო იცოდეს რა ფასი არის მის გამოსყიდვაში გადახდილია, რომ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი სადღაც ავტოკატასტროფაში მოხვდა და დამტვრეული არის და ესე იგი შეყავთ საავადმყოფოში და პირველ რასაც უკეთებენ მას ეს თქვა და ძვლების ტრავმატოლოგი ამ ძვლების პრობლემას მოაგვარებს, თქვა ჩაუსვამს, ყველაფერს გაასწორებს და ამ დროს აღმოჩნდება, რომ ადამიანს თქვა თირკმელი აქვს დაზიანებული, ორივე თირკმელი და სასიკვდილოდ არის გადადებული და არჩანს. და ექიმი თავის სიყვარულიდან გამომდინარე გადაწყვეტს, მოდი ჩემ თირკმელს გადაუნერგავ ამ ადამიანს. და გამოფხიზლებული ადამიანი ფიქრობს, რომ რა მაგარია ესე იგი ეს ტრავმები მალე მოშუშტება და ამ დროს მან არის ის თქო, რომ ექიმის თირკმელი აქვს სიტყვაზე მასში გადანერგილი. ეკლესიის მამები ცდილობდნენ, რომ რაღაცა ეს ფენომენი თქვა და გამოსყიდვისა ყოველთვის აი ზედმიწევნით გაიაზრებინა და გადაეცა თავისი მსმენელისათვის, იმიტომ რომ ფასი ყოველთვის უნდა იცოდეს ქრისტიანმა, თქვა რა ფასი არის მასში გადახდილი. მოკლედ აი ეს როგორც ცხარი, რომელიც დასაკვირვებლად არის მიყვანილი, ანუ ეს არის ერთგვარი გამომსყიდველი მსხვერპლი ღმერთის წინაშე და აი მაცხოვრის ეს სახე, რომელიც თავიდან ფეხებამდე არის იარები დაფარული, ეს არის კაცობრიობის დამოკიდებულება ღმერთისადმი, ამ მისი სიყვარულისადმი, რომ ადამიანი თქვათ ღმერთს სიკეთეს არასდროს არ უსურვებდა, რა თქმა უნდა ბოროტება მორეული ადამიანი. მაგრამ როდესაც ადამიანს უკვე ახსოვს, რომ აი ეს სახე, რომ თავიდან ფეხებამდე ის ჩემი გულისთვის არის და აი ეს დიდმარხვის პერიოდში ხშირად ურჩევთ ხოლმე ჩვენს მრევლს, რომ იქნება აი საოცარი დოკუმენტური ფილმი არსებობს ტურინის სუდაროსთან დაკავშირებით. აი ეს არის რომელსაც მეხუთე სახარებასაც ეძახიან, სადაც მაცხოვრის აი მთელი დიარები არის აღბეჭდილი აი ამ სუდაროზე. ხშირად ურჩევთ ხოლმე, რომ აი ამას უყურონ ადამიანებმა, რომ აი გონებაში გქონდეს ფასი, რომ რა არის ჩვენში გადახდილი. ეს არის ქრისტეს სისხლის ფასი და როგორც კაცმა რომ თავიდან ფეხებამდე იარებით დაფარა, რომ ჩვენი ყველანაირი სნეულება განეკურნა. რატომ ეხლა მაგალითად პირველი ეკალი აღმოჩნდა ცოდვის შედეგად, ხო? და წერია, რომ მაცხოვრი ღმერთი ეუბნება, რომ მაშინ როდესაც ადამიანს კურთხევა ჰქონდა მიცემული, რომ ამ სამყაროში მას სიკეთე უნდა ემრავლებინა და 60 ცველად უნდა ყოფილიყო, დაცემის შედეგად პირველი ეკალი და ეუბნება ღმერთი, რომ ყუროსა და ეკალს აღმოგიცენებს შენ დედამიწა. შენ ოფლი დაამუშავებ ამ მიწას, მაგრამ ის ყუროსა და ეკალს აღმოგიცენებს და აი ეს გვირგვინი ეკლიანი გვირგვინი, რომელიც მაცხოვრის თავზე დაადგეს, ეს იყო ერთგვარი ადამიანის ცოდვის მემკვიდრეობა, რომ აი როგორც ცოდვა ეკალი იყო შედეგი ადამიანის ცოდვისა, მაცხოვარი აი ამ ეკალს საკუთარ თავზე იდგამს და ცდილობს, რომ აი ყველა ნებისმიერი მისი ორგანო დაფარულია სნეულებით, ყველა ჩვენი თავიც, ფეხებიც, ხელებიც განკურნოს ცოდვის მიდრეკილებისაგან.
თავი როგორც აზროვნება, ხელები როგორც საქმე და ფეხები როგორც სიკეთისა თუ ბოროტებისადმი მორბენ არის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისა და ჩვენთან მობრძანებისთვის მამა ირაკლი დაგემშვიდობებით. გამჩნდება რომ სხვა დროსაც მოწრობით უფრო უკეთესად გავცელებენ ამ თემაზე ძალიან დიდი ვრცელი სასაუბრო თემაა ნამდვილად. დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მომშვიდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.